იმიტომ რომ ჩვენ ზოგიერთ შემთხვევაში ვიცით რომ გადავდებთ თქვა შვილის გაჩენას სამომავლოდ ვართ ახლა ახალგაზრდები მაგრამ მე ვიცით რომ ფუნქცია მცირდება ამ კვერცხუჯრედების თქვა და რაოდენობა ვიცით ამის შესახებ გვაქვს ეგეთი არჩევანი რომ შეგვიძლია გავყინოთ ეს კვერცხუჯრედები რაც ადრეულ ასაკში გავუკეთებთ მით უკეთეს იმიტომ რომ ხარისხი იქნება უკეთესი ხარისხი იქნება უკეთესი და რაოდენობაც უფრო ნაკლები დაგჭირდება გამომდინარე შენი რეზერვიდან შეიძლება დაგჭირდეს 1 სტიმულაცია ან შეიძლება დაგჭირდეს 4 სტიმულაცია ან შეიძლება მეტი სტიმულაციაც რომ მიიღო ის ციფრი რომელიც შენ გაძლევს თვითდაჯერებულობას სამომავლოდ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ 26 10 წლის ქალზე, იმისი ხარისხი ბევრად კარგი არის, ხო, კვერცხუჯრედების ვიდრე 40 წლის ქალბატონის, ამიტომ იქედან რომ ამოიღო და კონდეს 15 კვერცხუჯრედი, დაახლოებით 80% გაქვს რომ ერთი ბავშვი ყავდეს. ყველას გონია 15 კვერცხუჯრედი შეიძლება 15 ბავშვი იყოს. არა. ძალიან ბევრი კორპორაციები, კერძო კორპორაციები თავის თანამშრომლებს ამას თავაზობენ და ეს დევს მაგათ სადაზღვევო პაკეტში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი ამას ამჟამად აკეთებს. არის თქვათ 30, 32, 33 წლის იცის რომ სამომავლოდ არაპირებს შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში თქვათ ბავშვის ყოლას, ამიტომ აქ ეს შესაძლებლობა და გაყინავს ამ კვერცხუჯრედებს.